დამლა სად არის? თავის ოთახში. უთხარი მოვიდეს და იმ იჰაიას დაურეკოს. რაქნა? დამშვიდი მალე გავიგებთ. ნერვიულობ, რადგან არ ვიცი იავუზი თავის ცოლთან დარჩა თუ არა, ფიქრეთის სახლიდან გამოვიდა თუ არა. რეკავს. იავუზ, შვილო, სათხართ? ძალიან ნერვიულობთ. გზაში ვიყავით, სახლში მოვდიოდით, როცა ცუდი ამბავი გავიგეთ, ახლა საავადმყოფოში ვართ. შვიდობაა, ვის რა ჭირს? ძმა ფიქრეთს ესროლეს. მოკვდა? ღმერთის გეშინოდეს, მამა მაშინვე ცუდზე ფიქრობ. კარგად არის, ყველაფერი რიგზია. კარგი შვილო, კარგი. და ყველაფერი წარსულში დარჩეს. მოვიდეთ, იქნებ შეგვიძლია დაგეხმაროთ. არა, თქვენი მოსulis აუცილებლობა არ არის, როგორც ჩანს დედანედიმემ არაფერი იცის. ფიქრობ შეგიძლიათ მასთან წახვიდეთ და უთხრათ, რადგან ზეინები აქ არის. არი ნერვიულოს. კარგი, მე და მამა შენი წავალთ. კარგი, დროებით. ახლა რა ვქნათ ნარგის? არ ვიცი. დამლა. გისმენ მამა. იმ ხალხმა საქმეს თავი ვერ გაართვა. იმდენი პული მივეცი, ფიქრეთი კი ისევ ცოცხალია. რას ნიშნავს ცოცხალია? ფიქრეთის სახლიდან არ გამოსულა? დაჭრილია, თავი ვერ გაართვეს. კარგი დურსუმ დამშვიდდი. ახლა ნედიმესთან მივდივართ, რომ ვანუგეშოთ. შენ იაჰიასთან ძადი. და უთხარი თუ გაირკვევა, რომ ამ საქმეში ჩვენც გარეულები ვართ. მათთან ერთად გაგვანადგურებს. მამა შენი აზრით მსგავსი მუქარა აქამდე არ სმენიათ? მაგათ მე მივხედავ, ვაჩვენებ როგორ უნდა ჩემი მოტყუება. პირველები ვიქნებით, ვინც ეტყვის ჩვენზე რომ არ იფიქრონ. მართალია, არ შეიმჩნიოთ. ნახოთ. იაჰია. სათხარ. აქ ვარ ძმაო, მშვიდობა? მომისმინე. ის ადამი ხომ იცი ავადმყოფებს რომ უვლის. ფიქრეთს ტყვია აქ მოხვდა. აი აქ. და აქედან გამოვიდა. ძამიკო, ხომ გითხარი რომ ფიქრეთის სისხლი არ დაიყრება მეთქი? ძმაო, მითხარი, მაგრამ დურსუმისგან მილიონი მივიღეთ. სანაცვლოდ იმდენივე სისხლი ხომ უნდა დაღვრილიყო? ყველაზე სანდო სნაიპერი გავგზავნეთ, უთხარით ბიჭს თავში არ ესროლო. გააკეთა რას უთხარით. თელი მჭიდი დააცალა. რა, ცოტა? ცუდად მოვიქეცით? გინდა თქვა ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთეთ, რომ სიმართლეს დამსგავსებოდა? და რა ვუყოთ იმ მილიონობით დოლარს, რომელიც ჩვენი პარტნიორისგან ავიღეთ? ნედიმე ჰანიმს რას ვეტყვით? ძმაო, ტექნიკურად ხომ მისი შვილის სიკვდილს გადავარჩინეთ, არა? ამ შემთხვევაში უფრო მეტი უნდა გადაგვიხადონ. იაჰია, შენი ფულთან დამოკიდებულება ყველას დაგულპავს, ყველას. ძმაო, დურსუმთან ხომ ჩაი უნდა დაგველია და წამოვსულიყავით საქმეზე, შენ შეთანხმდი. ჩაი მართლაც შესანიშნავი იყო, თორემ ფული სულაც არ მაინტერესებდა. შენზე კარგად ვინიცის? რა თქმა უნდა, ძმაო, რა თქმა უნდა. განა არ ვიცი? რა თქმა უნდა, ძმაო, რა თქმა უნდა, განა არ ვიცი? შვიდობაა ნარგიზ, ასე დროს გაუფრთხილებლად მოხვედით. ჩვენ ხომ გაჭირვების მეგობრები ვართ, ნედიმე. ხდის გულისათვის იმედია ცუდი არაფერია. მობრძანდით, გთხოვთ. იმას თუ გულისხმობთ, რაც დღეს ფიქრეთსა და დურსუმ შორის მოხდა, მაშინ ფიქრეთის საქმეში მე არ ვერები. არაფერი ვიცი. ნედიმე. ფიქრეთი ჩემი ძმისშვილია. შეიძლება ვიჩხუბოთ ან ვიკამათოთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც მიყვარს და თვითონაც პატივს მცემს, მაგრამ საქმე ეს არ არის. არის რაღაც სხვა, რაც ფიქრეთს უკავშირდება. რა ხდება, მითხარი ნარგიზ? ახლა საავადმყოფოშია. რა? კარგადაა, არი ნერვიულო. აქ იმიტომ ვართ, რომ სხვისგან არ გაგეგო. რა მოხდა, ავარია მოუვიდა? ელიფმა მითხრა, რომ საჯესთან თვითონ დაჯდა. მილიონჯერ ვუთხარი, ნასვამი საჯესთან არ დაჯდეს. ნედიმე. ფიქრეთს ესროლეს. რას ამბობ, დურსუმ? დამშვიდი. ყველაფერი კარგადაა. კარგი. ჩემს ფიქრეთს რას ჭირს, სად არის? ხომ გითხარით, ყველაფერი კარგადაა. იავუზი ახლა მასთან არის. ტყუია მოდნავ გაგაძრა. ჩემ შულს ვინ ესროლა? არ ვიცით, მაგრამ აუცილებლად გაირკვევა. აუცილებლად. ისკანდერი. ეს ისკანდერის გაკეთებულია. გამზეს ჩემთვის ტკივილი რომ მოეყენებინა, მიზანში ჩემი ვაჟი ამოიღეს. რას ფიქრობ იმ არანორმალურ მაიორზე? გვამი არ გვაქვს.
არ ვაპირებ საუკეთესო სნაიპერი პოლიციას გადავცე. არც გადასცე. ახლა ეგ შეშლილი მაიორი ისევ აქ გამოგვეცხადება. მე ისკანდერზე უფრო ვფიქრობ. ფიქრეთისთვის თავში რომ გვესროლა, ისკანდერისგან უამრავ ფულს მივიღებდით. ნერვებს ნუ მიშლი, იაჰია, ნერვებს ნუ მიშლი. ფული ყველაფერი არ არის. ბევრი ფული, ძმაო, ბევრი ფული. რადგან ნერვებს მიშლი. მაშინ ციფრიც დამისახელე. ფიქრობ დოლარებში იმდენ ფულს ავიღებდით, რამდენიც მთელ კუბოს გაავსებდა. მართლა? ხო, მაგრამ მივიღებდით? მივიღებდით. შენი წყალობით კი ვერ მივიღეთ, ძმაო. თუ დურსუნი იტყვის, საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, იმდენ ფულს მოგცემს, რომ სუქანი ადამიანის კუბოც ავავსოთ. დურსუნი მხოლოდ საკუთარ კუბოზე ფიქრობს. ფიქრეთი ახლა ნამდვილად არ აცოცხლებს. იძულებული იქნება. და დამლას რას ეტყვის? ეტყვის მამა შენს მოვკლავო? ფულით სავსე კუბო. ფულით სავსე კუბო. ამათ აქ რა უნდათ? ალბათ იმის სათქმელად მოვიდნენ, რომ მათ არ გაუკეთებიათ. უფროსო ლეიტენანტო, გამარჯობა. როგორია ფიქრეთის მდგომარეობა? ოპერაცია დასრულდა, ყველაფერი კარგადაა, მადლობა ღმერთს. მადლობა ღმერთს. დანარჩენი პოლიციის საქმეა იპოვის, ვინც ეს გააკეთა. ჯერ რიზვანის მკვლელიც კი ვერ იპოვეს, მამა. როგორ იპოვიან იმას, ვინც ფიქრეთს ესროლა? კარგი, როცა პოლიციელებს ნახავთ, მათ უთხარით. მართალია, შენ ხომ გამოგაგდეს, უფროსო ლეიტენანტო. წამოდი თურან, წამოდი. ხალილ იბრაჰიმი ახლა მამაშვილს ერთად დაესხმება თავს. მართალია თურან. დავიდე ანებით. იქნებ მოკლას. ასე ფიქრობ, ქალბატონო? სემა, შენი აზრით აქრისთვის მოვიდნენ. რა თქმა უნდა, სკანდალის მოსაწყობად. მათ ანკესე რატომ უნდა წამოვეგოთ? მაგრამ შენ მაინც ნახე, არ მისცე ხალილ იბრაჰიმს საშუალება თავი დაკარგოს. არა ვერ ხვდები. ფიქრეთის გვერდით მე კი არა, ხალილ იბრაჰიმი და ზეინები რატომ არიან? შენ შეხვალ და ვაიშე. იავუს, ქანები მოდიან. შეაჩერე. ღმერთმან უკრას ხალილ იბრაჰიმი და ზეინები ერთად დაინახონ. საავადმყოფოში პრობლემები არ გვინდა. კარგი. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. ძმაო, ამას რას ვხედავ? შეყვარებული წყვილი ისევ ერთადაა. ზამიკო, კარგად ხარ? ჩემს გვერდით გხედავთ და ბევრად უკეთ ვარ. ბევრად. კარგად ვარ. ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ ხარ ფიქრეთ. თავს ნუ დაიღლი. არ ელაპარაკო, კარგი? დაისვენე. კარგი.
რა ვერ გაიგე ხან? ჯერ გონს არ მოსულა, მაგრამ გადავცემ რომ მოხვედით. ზეინები სად არის? ურეკავდა არ მპასუხობს. თავისი ძმის გვერდით. სარძლოს ვნახავთ და წავალთ. საყვარელო. და წარსულში დარჩეს აიშე. წარსულში დარჩეს. გმადლობ. კარგად ხარ? ხო, ვცდილობ. ღმერთი ფიქრიც არ გაწირავს. მადლობა ღმერთს. მისი მანქანა დაცხრილეს. მე ზეინებმა შემატყობინა. ჰალილ იბრაჰიმთან ერთად იყო. ფიქრეთი მანქანიდან მათ გადმოიყვანეს. რატომ? ერთად რატომ იყვნენ? ის არ ვიცი ხან, მაგრამ დროულად მიუსწრეს. შეიძლებოდა ფიქრეთის სისხლის დაკარგვით მომკვდარიყო. ზეინებ? და წარსულში დარჩეს ზეინებ. გმადლობ. ფიქრეთი თავს როგორ გრძნობს? ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ახლა ისვენებს. საავადმყოფოში ჰალილ იბრაჰიმთან ერთად მოიყვანეთ? დიახ, ასეა. რესტორანში ყველა ერთად ვიყავით, როცა ეს ამბავი გავიგეთ. მაშინვე მასთან წავედით. დახმარებისთვის დიდი მადლობა, ჰალილ იბრაჰიმ. შეგიძლია წახვიდე. საჭირო აღარ ხარ. შენ უნდა გადაწყვიტო, როგორ მოვიქცე. შეთანხმება გქონდა, ჰალილ იბრაჰიმ. დაჭრილი ყველა ჩვენგანისთვის ახლობელი ადამიანია, უკვე გააკეთე, რაც გევალებოდა, ახლა კი ოჯახთან მარტო დაგვტოვე. ფიქრეთი კარგად არის. ხვალ სახლში გაწერენ. ოჯახთან მარტო იქ დარჩებით. ზეინებ. ჩემთან ერთად წამოდი. კარგი, კარგი. წამოდი, წავედით. წამოდი. ხან, რას აკეთებ? შენ რას აკეთებ, ზეინებ? ამ ადამიანთან შეხვედრის უფლებას არ მოგცემ. მომისმინე. არ გეჩხუბები, იმიტომ რომ ნერვიულობ. მაგრამ იცოდე, ეს თემა არ დახურულა. კარგია, რომ ღმერთმა ფიქრეთი დაიფარა. მადლობა ღმერთს. ბიძია. ბეჭდის შესახებ იცოდი? ვიცოდი, შვილო. ჰალილ იბრაჰიმმა მთხოვა მეყიდა შენთვის რომ გაეკეთებინა. და ზეინები როცა გაიგო, მაშინვე აქ გამოიქცა, ხელი რომ შეეშალა. რა იქნება ხელთ თუ შეუშლის, შვილო? ზეინები უკვე დანიშნულია, ჰალილ იბრაჰიმმა ბეჭედი დღეს თუ ვერ გაგიკეთა, აუცილებლად გაგიკეთებს ხვალ ან ზეგ. ჰალილ იბრაჰიმში ეჭვი არ მეპარება. ამისთვის ზეინებს პასუხს მოვთხოვ. შენი სუსტი წერტილი დაინახა, ზეინებიც გამუდმებით ამის საშუალებას აძლევს. იქნებ დრო ამახეში აღარ გაება. არ გავმოლვარ ოგუს, მაგრამ მაგიჟებს ის ფაქტი, რომ ზეინები ინსტრუმენტი გახდა. სხვა რა გზა აქვს. თავისებურად ისიც ცდილობს, რომ არაფერი მოგივიდეს. ძმა და მისი ძვირფასი ადამიანები კარგად იყვნენ. სანამ ზეინები ამას ცდილობს, ყველაფერი სულ უფრო რთულდება. საბოლოოდ წავალ და მაგ ქაანს და ისკანდერს მოვკლავ და ყველაფერს გავაფუჭებ.
ძმაო, წყლები მოვანდომეთ იმას, რომ ეს ადამიანები სააშკარაოზე გამოვიყვანოთ. ისკანდერს ველაპარაკე. უთხარი მისი ბატონი მოვიდეს. მის თვალებში დავინახე, რომ მოვა. ყველა, ვისაც ველოდებით, ყველა მოვა. და ამ ყველაფრის შუაში ზეინები ჩნდება. ღმერთო ჩემო, წარმოუდგენელია. ჰალო, უბრალო ადამიანები არ არიან. ზეინებს ამაოდ არ იყენებენ. გეგმა ჩვენც გვაქვს და მათაც აქვთ. კაპიტანი მოვიდა. გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა, კაპიტანო. გმადლობ. აბა? ახლა ფიქრეთი მოკლავს დურსუნს? ამას რატომ ამბობთ, კაპიტანო? შენი აზრით ეს ვინ გააკეთა? ისკანდერმა? შენი მეგობარი არაფერს გიყვება? დრო არ მქონდა. ხელის თხოვნა, ნიშნობა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გაქვს, ბატონო. კაპიტანო, ეგ დურსუნი გაგიჟდა? ასეთი რამ რატომ უნდა გაეკეთებინა? სუსტად ასია გაგიჟდა, მაგრამ ვერ გათვალა, რომ მისი ქალიშვილი ყველაფერს ფიქრეთს მოახსენებდა. ამის შესახებ თქვენ საიდან იცით, კაპიტანო? ეს ჩემი სამსახურია. თუ დაგავიწყდათ, შეგახსენებთ, ეს ჩემი სამსახურია. კარგი. ეგ ფიქრეთი ახლა დურსუნს მოკლავს? ყველაფერს ვეთქვი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. და ფიქრეთიც დაგიჯერებს, მოუწევს. ისკანდერის გეგმაც ამაში მდგომარეობს. ფიქრეთი თავიდან მოიშოროს და ყველაფერი ხელში ჩაიგდოს. ფიქრეთს მოიშორებს, შემდეგ დურსუნს. და თუ არ დაგიჯერებს? დამიჯერებს, კაპიტანო. კარგი. თუ არ დაგიჯერებს, შემატყობინე. დურსუნს დავაკავებ, რომ დრო მოვიგოთ. გასაგებია? ფრთხილად, მოიცადე. დედა, ყველაფერი კარგადაა, ხელის მოკიდება არ მჭირდება, ნუ აზვიადებთ. ნუ ჩქარობ, ვერ ხვდები საავადმყოფოდან ასე მალე რატომ წამოხვედი? დედა, კარგად ვარ. მოდი, ძმაო, ჯობია შენს ოთახში ახვიდე, ექიმა იმ პირობით გამოგიშვა, რომ დაისვენებ. დედა, კარგად ვარ, ზეინებ, ყველაფერი კარგადაა, რატომ არ გესმის? ჩემს ფიქრეთს ჩვენ უკეთ მოვუვლით. აქ ამდენი ხალი ვართ. ყველა ერთად მოვუვლით. ან უარესად გახდება, ან ერთ დღეში ფეხზე დავაყენებთ. ნამდვილად. მე მივხედავ, არ ინერვიულო, დეიდა. წავალ ფიქრეთს წვნიანს მოვუმზადებ. შვილო, ჩანთა მის ოთახში აიდანე. და ვაიში, როგორც ხვდები, დარჩენას აპირებ. მე მალე წავალ, სხვა დროს არც მოვიდოდი. რატომაც არა, შვილო, ეს შენი სახლიცაა. ასია, მაგრამ სანამ ამ სახლში ხარ, აქ არ მოვალ. შენი სახის დანახვა არ მინდა. არასდროს. შვილო, მომისმინე. ის რაც მოხდა, დიდი წარუმატებლობა იყო. შვილს ნუ მეძახი. ის რაც გააკეთე, ასიასაც კი არ გაუკეთებია. არც შენი და არც იმ დამლას დანახვა არ მინდა. წავალ, ძმაო. ლეილა. დაჯექი. ძმაო? ლეილა, დაჯექი, უკვე გითხარი. აიშე, შენც დაჯექი. წვნიანი არ მინდა, არ მშია. ვალდებულები არ ხართ ერთმანეთი გიყვარდეთ, მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ. მოგიწევთ ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა გქონდეთ. გასაგებია? ეს როგორ გამოვა ფიქრეთ? მაგალითად, გუშინდელის შემდეგ დედა ნედიმეს როგორ უნდა კონდეს კარგი ურთიერთობა ნარგისთან და დამლასთან? ეგრა შუაშია. შენი აზრით ეს ვისი გაკეთებულია, დედა ნედიმე? ფიქრეთმა დამლა სახლიდან გააგდო და ეს ვერ აიტანეს. ამაზეც წავიდნენ. უფრო მეტიც, იავუზი ჩვენთან გამოგზავნეს იმისთვის, რომ ლეილას საშუალებით ფიქრეთი მახემდე მიიყვანათ. რას გულისხმობ? იავუზიც ამ საქმეშია? აი, შენ თვითონ არ იცის, რას ამბობს ლეილა, არ მოусმინო. შენ ძმას კითხე, ზეინებ. არასწორად ვფიქრობ, ფიქრეთ? რა სიტყვი? გითხარი არის ფიქრო მეთქი, აიშე. მართალია, არ არის მართალი. უბრალოდ ნუ ფიქრობ, ეს ჩემი საქმეა და არა თქვენი. არც ერთ თქვენგანს არ გეხებათ. ძმაო,
ასე დამლა მოგექცა? დამლას ჩემთვის არაფერი დაუშავებია. ჩემი მოკვლა რაში სჭირდება? თანაც მე და დამლას არანაირი პრობლემა არ გვაქვს. დამლას ორივე თავს დაანებებთ. ლეილასთვის არ უნდა მეთქვა და მისი ძმა დაჭრეს, მის გვერდით ყოფნა უნდოდა. მის გვერდით უნდოდა, მაგრამ ისდან ედიმ ერთ სახლში როგორ იქნებიან? არა, ერთ სახლში არ იცხოვრებენ. რაღაც პერიოდის შემდეგ დაბრუნდება. ამ სახლში მოვა? აქ მოვა. ხო, მართლა დედა. ლეილას ველაპარაკე და ვუთხარი, რომ დამლას ასტომროში გადავა, რადგან ყველა ამ დაძაბულობის მიზეზი ეს ქალბატონია და ამით დავსჯი. ოჩახ ძმაო. თქვენთან ერთად ერთ სახლში ცხოვრების სურვილით არც მე ვიწვი. ჩვეულებრივ სიტუაციაში უარს ვიტყოდი. ჯერ ლეილა დაბრუნდეს. ყველაფერი დამშვიდეს და მერე სახლში გადმოვალ. ფიქრეთ მაგუშინდელ ღამესთან დაკავშირებით რამე ხომ არ თქვა? ჯერ ვერ ვისაუბრეთ, მაგრამ დამნაშავე ცნობილია. ის ისკანდერი ვაჟთან და ქალიშვილთან ერთად უსერცხვილოდ მოვიდა იმისთვის, რომ ჯანმრთელობა ესურვა. შენი აზრით ისკანდერმა გააკეთა? სხვას ვის უნდა გაეკეთებინა შვილო? რა თქმა უნდა მან. მადლობა ღმერთს არავინ მომკვდარა. მადლობა ღმერთს. ფიქრეთიც ისე უპასუხებს, როგორც საჭიროა. მართალია. ადრეც გითხარი დურსონ. ჩვენ წარწერას შუბლზე კი არა, საფლავის ქვაზე ვაკეთებთ. ლეტოს ყველა საქმე ასეთია, მეგობარო. ამდენი წელი ამ ბიზნესში ვართ, მაგრამ მსგავსი რამ ჯერ არ გვინახავს. აუხსანი იაჰია. ბიჭმა მთელი მჭიდი დააცალა. იფიცება ამბობს, რომ 2 დღეა მკერჩი მოხვდა და თავში ამიტომ არ ესროლა. რას ნიშნავს, რომ მკერჩი მოხვდა? თქვენს რომ ხარშია დაჭრილი. ესე იგი, შენი ძმის შვილი ჯავშან ჟილეტს ატარებს დურსონ. ადამიანმა, რომელსაც ამდენი წელი არ უტარებია, გუშინ ჩაიცვა მუსა? ეგ შენ უნდა გვითხრა. ვინ იცის ამ საქმეზე ვის მოუყევი? იმ ადამიანმა კი ყველაფერი ფიქრეთს უთხრა. იმის თქმა გვინდა დურსონ ბეი, რომ მოღალატე გყავთ. ის ვინც დღეს თქვენ გიღალატათ, წავა და ჩვენც გვიღალატებს. მოდი ასე მოვიქცეთ, იმდენივეს გადაგვიხდი, რამდენიც გუშინ გადაიხადე. დიახ. და ამ საქმეს დავივიწყებთ. სისულელეს ნუ ამბობ იაჰია. ამ საქმეზე იავუზმაც კი არ იცის, ვინ ჩამიშვებს, ჩემი ცოლი თუ ქალიშვილი? დურსონ, ქალები და ბავშვები ჩვენი პროფილი არ არის, ამ საქმეს არაფერი გაგვეგება. შემოგხედე, 2 ზრდასრული ძმა მარტო ვართ. ასეთ ყვილად ხომ არ ვართ იაჰია რა? აბა დაფიქრდი. ასეთ ყვილად ვართ? არა ძმაო. ჰა. სახლში მივიდეთ და მომინახულოთ ზუხალ, ჩვენი ფიქრეთი ფეხზე წამოდგა. წავიდეთ, რა თქმა უნდა. ფიქრეთისთვის სათქმელი ნამდვილად მაქვს. დამლას ასე მალე როგორ აპატია? მაგ გოგო მამა შენი მოკლა. რომელ პატიებაზე ლაპარაკობ ზუხალ, შენს ქალიშვილს არ იცნობ, ყოველთვის აზვიადებს. ლეილას კითხე. ცოტაც დაიტყოდა, რომ დამლა მისი გული და სულია. დამლას საკითხში. თქვენ ახარ ჩაერევით. პრობლემა მოგვარებულია. აშკარაა, რომ შერიგდნენ. მე ასე ვფიქრობ. ხო, შერიგდნენ, მაგრამ რის სანაცვლოდ? რა გააკეთა მაგ გველმა დამლამ ისეთი, რომ ფიქრეთის გული ისევ დაიპყრო? გარკვეული ვარაუდები მაქვს, მაგრამ დამტკიცება არ შემიძლია. ეგ რას ნიშნავს, შვილო? ფიქრეთს ძალიან კარგად ვიცნობ. ვინმეს თუ აპატია, განსაკუთრებით ისეთ ადამიანს, ვინც მამამისის მოკლა უბრძანა, ესე იგი ადამიანმა ფიქრეთის სიკვდილს გადაარჩინა. რას გულისხმობ? დამლა ხომ ძმებ ქიქასთან მეგობრობს. როგორ ჩანს ამ საქმეში მათი ხელიც ურევია.
ვერ გავიგერი სითქმა გინდა საქინე. თუ აიში არ გვატყუებს, მაშინ ეს საქმე დურსუნის და დანარჩენების გაკეთებულია. დურსუნმა ის როგორ გაბედა? იმაზე ნუ ფიქრობ, ვინ ზიანი მიაღენა. ნარგიზზე იფიქრე, რომელმაც ამისკენ უბიძგა. ნარგიზის საქმეები ყველაზე კარგად შენ იცი. ვიცი. და იმასაც გავიგებ, რაც არ ვიცი. შენ სიძეს უთხარი მანქანა გამოიყვანოს. ძმაო, ჯობდა აიშესთან დასწრებით დამლაზე ასეთ კბილად არ გელაპარაკა. ჩემი აზრით ყველაფერს მიხვდა. მიხვდეს. რა სიზამს? რა სიზამს? დამლას მკვლელობას შეუკვეთავს. ან როცა დურსუნ ლეტო გაიგებს, რომ მის ქალიშვილთან ურთიერთობა განაახლე, არაფერს იეჭვებს? იეჭვოს ზეინებ და დურსუნი საკუთარი ფიქრებით დაიტანჯოს. და ეს საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინოდეს ჩემი თავდასხმის მოლოდინში. ძმაო, კარგი. მაგრამ ამ გზით დამლას ხომ საფრთხეს უქმნი? ხალილ იბრაჰიმი მოვიდა. ხალილ იბრაჰიმი? შემოვიდა სელიფ. რატომ ეკითხები? მე მარტო დაგტოვებთ. ზეინებ დაჯექი. შენ მაინც ნუ მომიშლი ნერვებს ამ მდგომარეობაში. არ დავჭიდები ძმაო. და საერთოდ, ხალილ იბრაჰიმი შენთან მოვიდა და არა ჩემთან. აივანზეა. კარგი, გმადლობ. ზეინებ. გამარჯობა. გამარჯობა. კარგად ხარ? ხო, ზეინებ. ჩემი ძმა აივანზე გელოდება, ხალილ იბრაჰიმ. არ ადგე ფიქრეთ. კარგად გამოიყურები. კარგად ვარ, კარგად. მაგრამ მალე კიდევ უფრო კარგად ვიქნები. ეგროდის იქნება. როცა ბიძა ჩემს ყველას თვალწინ იმას გავუკეთებ, რაც საჭიროა, აი მაშინ უკეთ ვიქნები. ესე იგი იმას გააკეთებ, რაც ისკანდერმა გთხოვა? ბიძა ჩემი დურსუნ ლეტო აკეთებს ყველაფერს, რასაც ისკანდერი სთხოვს. დურსუნთან დაკავშირებით მართალი ხარ ფიქრეთ, მაგრამ დამლას რა ელის? არაფერი ელის. ფიქრეთ. გუშინ მამამისმა შენი მოკვლა უბრძანა, დამლამ კი სიკვდილს გადაგარჩინა. შენ გამო ოჯახს ზურგი აქცია. ზეინებიც დამლას მამაზე ამბობს, რომ შეუძლია მოკლას და ასე შემდეგ, მაგრამ ვერაფერს იზამს, საკუთარ შვილს ვერ მოკლავს. დარწმუნებული ვარ. საიდან იცი? არც ის გეგონა, რომ დურსუნ ლეთო რამეს დაგიშავებდა. ფიქრეთ. ეს თავდასხმა მხოლოდ შენთან დაკავშირებით არ განხორციელებულა. ერთად ვიმოქმედებთ და ყველაფერი წინასწარ უნდა გავთვალოთ. გინდა თქვა, რომ დურსუნს ვაპატიო? ისე მოვიქცე თითქოს ეს ყველაფერი არ მომხდარა? თუ გინდა მტრები გაახარო, მაშინ გააკეთე, რაც გინდა, მაგრამ თუ გინდა მტრები გააოცო, მაშინ გააკეთე ის, რაც აზრადაც არავის მოუვა. დამიჯერე.
ზეინებ შენი საერთოდ არ მესმის. გუშინ რესტორანში გაიქეცი, დღეს კი მასთან შეხვედრას გაურბიხარ. არ ვაპირებდი მეთხოვა ბეჭედი ჩემთვის გაეკეთებინა. და არა მისთვის, უბრალოდ მინდოდა შეცდომის დაშვებაში ხელი შემეშალა. მაგრამ ამას ხელი შეუშალა იმან, რაც ჩემს ძმას შეემთხვა. და არა მე. იქნებ ჯერ შენი შეცდომა გამოასწორო, შვილო. სამწუხაროდ უკან დასახევი გზა აღარ მაქვს. მაგ მანიაკმა ქაანმა ხელი მაჯაზე მოგიჭირა. დარწმუნებული ხარ, რომ შემდეგი ყელი არ იქნება? არ ინერვიულო, დეიდა. ჩემს თავზე თვითონ მიზრუნებ. იაბუზი სად არის? ფიქრეთის სანახავად წავიდა. მოხდა რამე? მოხდა. აღმოჩნდა, რომ ფიქრეთი ჯავშან ჟილეტს ატარებს. რას გულისხმობ? ჯავშან ჟილეტი რატომ ჩაიცვა? რატომღაც ისე მოხდა, რომ იმ ღამეს ჩაიცვან ვიღაცამ უთხრა, რომ უნდა ჩაეცვა. დამლა. ამას არ იზამდი, ხომ ასეა? მამა შენი ჩაუშვი კაცთან, რომელმაც სახლიდან გამოგაგდო? მიპასუხე დამლა. მამა, არ მინდოდა ვინმე მომკვდარი იყო. მხოლოდ ფიქრეთის კი არა, თქვენი დაცვაც მინდოდა. როგორ შეგეძლო ასე მომქცეოდი? არაფერი დამიშავებია, მამა. ფიქრეთს დაველაპარაკე. არაფერს გიზამს. დედა, დამპირდა, რომ მამას არაფერს დაუშავებს. შენ რა შტერი ხარ? იდიოტი? რა თქმა უნდა, ასე გეტყოდა. რა გააკეთე, შვილო? რა გააკეთე? ესე იგი ჩვენი დაცვა გინდოდა. ვნახოთ ახლა ჩემგან ვინ დაგიცავს. მამა. ძმაო. მამა, რას აკეთებ? იარაღი რად გინდა, მამა? თავის დროს მამასაც უთხარი ბიძია დურსუნ. თუ ერთ დღესაც ჩემი მოკვლა მოგინდება, მახის დაგება საჭირო არ არის. პირდაპირ დადექი და გააკეთე, რაც გინდა. ახლა შენს წინ დგავარ. ძმაო, რას ამბობ? მამა, რა ხდება აქ? დედამ და მამამ ფიქრეთის მოკლა სცადეს. მე კი ხელი შევუშალე. სულ ესაა. რას ამბობ? აქ თქვენთან სალაპარაკოდ მოვედით. დაჯექი იავუს. ძმაო, იავუს. თქვენც დასხედით. ფიქრეთ. მომისმინე და აგიხსნი, რაც ხდება. ჩემი მიზანი ასახსნელი არაფერია, ბიძია დურსუნ. ყველაფერი ისედაც ნათელია. მაგრამ ერთი ოჯახი ვართ. სამწუხაროდ ისეთი ოჯახი, რომელიც წამიერი ბრაზის ამოფრქვევისას ერთმანეთს ზურგს აქცევს, რომელიც იარაღს უმიზნებს და ოჯახი, რომელიც ერთმანეთს ღალატობს. როგორც თქვი ფიქრეთ, წამიერი ბრაზის გამო არასწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული. გვაბადია. დამლა რომ არა, სულ სხვა რეაგირებას მოვახდენდი.
მაგრამ რადგან დამლამ სიკვდილს გადამარჩინა, მხოლოდ მის გამო ამ საქმეს აქ დავხურავ. ძმაო, არც კი ვიცი რა გითხრა. ამას არასდროს დავივიწყებ. რა თქმა უნდა. მეც მქონდა შეცდომები. იმის ნაცვლად რომ მიმეტოვებინა ქალი, რომელსაც ასე ვუყვარ ვარ. დიდი ხნის წინ უნდა მომეყვანა ცოლად. და ამ შეცდომას გამოვასწორებ. დღესვე დამლაზე დავქორწინდები. დღეს საღამოს ჩვენს მტრებს ვაჩვენებთ, რომ ერთიანი ვართ. შემდეგ კი დურსუნ ლეტო ამ ქალაქს დატოვებს და იტყვის, რომ შვილების საქმეში აღარ ერევა. მალე დატოვებს ამ ქალაქს. კარგი ფიქრეთ. ისე იქნება, როგორც შენ ამბობ. ძმაო? საჭირო არ არის. არც ასეა, ბიძია დურსუნ. არც ასე. ფიქრად. იავუს. დამლას ხელი მოგიდე და ჩვენთან წაიყვანე. უთხარი მომზადება დაიწყონ. კარგი. მე კი სხვებს ქორწილის შესახებ შევატყობინებ. წამოდი, წავიდეთ. არა, ვერ მივხვდი. ფიქრეთ, ლეტო რატომ ქორწინდება? კარგი, დურსუნ საპატია, კარგია, მაგრამ საკუთარ თავს ამას რატომ უკეთებს? სხვერპლი ვიღაცამ ხომ უნდა გაიღოს. მართალი გითხრა, ამ საქმეს იმ შემთხვევისთვის ვგეგმავდი, თუ ზეინებს ძალით გაათხოვებდნენ, მაგრამ ყველაფერი ისეა ეწყო, რომ მომიწევს ფიქრეთის ქორწილში გავაკეთო. ძმაო, შეგიძლია გასაგებად მითხრა, რა გეგმა გაქვს, შეგიძლია? ძმაო, ისქანდერი ფულს ხომ ათეთრებს? მერე? ვიცი სად ინახავს ფულს, რომელიც საქართველოდან ჩამოიტანეს. 24/7-ზე ერთად ვარ და ვერ ხვდები ამის შესახებ როდისღა გაიგე. გეყოფა, ვიცით 24/7-ზე სადაც ხარ. შემოდი, ბიძია. რა სიტყვი? მარტივი საქმე არ იქნება, მაგრამ გამოგვივა. ცერემონიაზე წასვლა აუცილებელია, საქმეს დავასრულებ და მერე წავალთ. გითხარი, მარტივი საქმე არ იქნება, მეთქი, შენ კი ამბობ დავასრულებთ და მერე წავალთო. ღვთის გულისათვის მეც მითხარით, რა გეგმა გაქვთ?